გამარჯობათ ხალხო. გამარჯობათ. ვაიმე თმები არ შეიჩნიოთ ხალხო რას მიგავს. ეს რა? ხუთ კარატიანი ბრილიანტი. ბრილიანტი არის ვიცი. რისი? მე რა ვიცი. ბრილიანტი არის რაღაცა. ბეჭდის რაღაცა ვიპოვეთ ხალხო, ის რას გქონდა? ის ბეჭდის არის ვინ იყო შემოსული აქ. აქ ვინ იყო? ბრილიანტ. ბეჭდის თვალი. ხალხო ერთი წუთი წავიდე იქით. თორე თმები უშნოდ არის ზღარბივით. როგორ ხართ? როგორ გიკითხოთ? რა ხდება თქვენსკენ? ხალხო გუშინ არ მოვსულართ. გუშინ დავისვენეთ ამ სიცხეებში რაღაცა ნამეტანი გობლატავდით. ისა გვაქვს რა ქვია სიზარმაცის პერიოდი. პიკი შემოგვიტევს. გადააგდერა ჯანდავად მინდა. თმინდა რომ თმასამდეს მოძრა ეთქო. ვიცი მე მგონი შევიკარი და სიზარმაცის პიკი შემოგვიტევს ხალხო. ცხელა ესე რა ხდება თქვენსკენ კარგი და ახალი წეღან ერთ-ერთმა მოუწერა ისე დეპრესიონერა ხო არა გაქროათ დადე ვიდეო არა ეგ არ მქონდა ეგ სამაგიეროდ იმ დღეს მქონდა წინაზე რო ვიდეო დავდე გუშინ წინა დავდე ის ვიდეო გარეთ რო გადავიხეთ გუშინ იმის წინ მქონდა დეპრესიონერა გუშინ არ მქონდა იცი გუშინ არ მქონდა ვიდეო სიცხისგან ვეღარ ვაზრუნებთ ხალხო ისეთ ცხელა ვეღარაფერს ვეღარ ვიფიქრებ ხალხო მაგრა ცხელა ხალხო ან კითხვები დაგვიწერეთ რაღაცა საინტერესო ან კიდე რამე თემები დაგვიწერეთ თორე უკვე ისე ცხელა ხალხო ვეღარ ვაზროვნებ ხო წერან ხალხო ნახე ერთ-ერთი იუთუბერის ისა რაჭაში იყო ვინ იყო რაჭაში ის რა ქვია ლევანი თუ მეორე სოსო ხუა სოსო რაჭაში იყო დასული და კლდეზია მთაზე ავიდნენ რაღაც კლდე უძირო ტბა ქვია ლურჯია ის ტბა ხალხო ლურჯიფერია ხო აი ძნელია წასვლა ნამდვილად ახლა იქ ასვლა კი ის არის რა ქვია რთულია ცოტა კი არა ძალიან რთულია სიმართლე რომ გითხრათ რთულია ისეთი ლამაზი იყო რომ ნუ არ ვიცი რა ამ სამსახურისგან და კიდე ვერ ვახერხებ დგასვლას დასასვენებლადაც ვერ წავედით ხალხო არა წასვლით წავალთ გიო მეორე თვეში რო ჩავაბარებ წავალთ როდის ერთი კვირა მაინც წავალთო დებება იცი რა მინდოდა თქვა სამსახური და პიკნიკზეც მინდა გასვლა სადმე რა ვიცი აქ სადმე გარეთ მაგრამ სადმე ტყეში მაგრამ ჯოში ტყე არ არის მაგრამ მაინც გავაცადო სიცხე რო არის მაგრა ცხელა მაგრამ ეცი არა გიორგი უნდა გავაშ არა რაღაცა უნდა გავაკეთო და უნდა გავიდე თორე ნერვი აღარ არის უკვე გავრეშკოთ გიორგი უნდა გავიდეთ მეტი გზა არ არის გავიდეთ წავიდეთ იქით ის ხრამები და რამე ვნახოთ ხო იქა წავიღოთ აუცილებელია საჭმელი წავიღოთ ჩიფსები ისა წყალი და ესეთი რაღაცეები მაგრამ საჭმელი რა ჯანდავად მინდა იქ ხო რა დაბიმჟავდება გზაში რა ჯანდაბა ამჭის ის რა მაქვს რა აი დაყრილები მაქვს რაღაც სიცხისგან რო ხვალ ქალაქ გავკუსლავთ ხვალ მგონი ვაიმე როგორ მეζარება ვერ წარმოვიდგინეთ მაგრა ცხელა ისე ვერ წარმოვიდე რა ვეღარ ხარ მატორზე რაზე შემაიგდო ბოტასები და რა გავსინჯო მე იქა გასინჯე 46 ზომა რა იღე და წამოიღე ძალიან მეζარება წასვლა
ვიც მიზარება მაგრამ გიორგი ზარება უნდა მოვიხსნათ მეტი გზა არ არის ხა გვიზარება თქო რა ითქვა სულ გვიზარება სხვათა შორის მე ის პოინტშიც სასასვლელი ვარ iPhone-ი მაქვს მისატანი მაღაზიაში აი სტაილში ო იქაც ან გააკეთონ ან შეცვალონ ან კიდე რაღაცა გააკეთონ სხვა მომწენ იმის ფასად აუ ახლა ყველაფერი წაეშლება იქიდან გასუთავენ მეხსიერება მე თავიდან მოგიწევს აუ თავიდან რა უნდა აღდინო რომ გაგეთო მეილი თუ რაღაცა რომ გაგეთო iCloud რა არის სხვა ტელეფონებს თუ არ უნდა ო სხვა ტელეფონებს არ როგორ არ უნდა Samsung-ისაც აქვს და Xiaomi-საც აქვს აქ როგორ არ ახლებს ახლა ტელეფონებს ყველას აქვს ვაიმე სისტემა სჭირდება არა ისე Android-ებს თვითონ აქვს ჩამონტაჟებული ის ყველაფერი მაგრამ ის რა ქვია არა მე რას ბოდავ ეგ iPhone-ს ქონდა ვაიმე რა გავქნა ხალხო ძალიან ბოდიალობ და რა გავაკი ამ სიცხეზე ძალიან ბოდავ უკვე ძალიან ბოდავ რაღაცას არ შეიმჩნიოთ ხალხო არ დაგიჯეროთ არაფერი ხო და ელემენტარული რაღაცა რო გაკეთდეს მეხსიერება უნდა გაასუფთავო აი მინუ თუ აი იმის არაცხელა გართვინა თელი დღე ნეტა მეტი საქმე არა აქვს რომ თელი დღე ბმ რა არის არცხელა მზე მაგისთვის არ არის სარეცხი მინდა ხალხო გაფენა და ისე მცხელა რომ ვერ მიგავდი არ გათით გავრეცხე და არის ისე მანქანა უშრა კარგად დაუბერა ფეხებზეც მცხელა ხალო ჰა ფეხებზეც ყველგანა მცხელა წუხელი ვითომ წამოწინს კალ დეგენერატულად და მე გადაიღე დეგენერატი ამინდებია არა დეგენერატი სულთა რა პირდაპირ დეგენერატი ამინდებია რა არის სუბედური პატრონობა რა არის რა ერთი კითხვა მომწერეს რა სერიალს უყურებ ამჟამად არც ერთს ზოგადად ამჟამად არც ერთს არ უყურებ საერთოდ ნერვი არა მაქვს მე უყურებ მე უпроსტորად და ჩემს უყვარს და ჩემის ხათრით უყურებ მეტი გზა არ არის აი ეს სიყვარულის ქარიო მამაციო კიდე რა არის ახლა რო გადის აკრძალული ხილი კიდე რაღაცა რო დაიწყო იმასაც დიდი სიამოვნებით უყურებს დედაჩემი რამდენ სერიალი რა დაიწყო 9 საათზე რო დაიწყო თუ რაღაც 9 საათზე იმას არ უყურებს როგორ არ უყურებს კი არ გუშინ არ შემოვიდა სერიალი ჩარტო უფ რას უყურებ მე დაწება დაიძინება ხოლმე ღამე კიდე რაღაცა სერიალი დაიწყო ემას ნამდვილად არ უყურებ მე ზოგადად ახლა რაც იმეცი სერიალები გადის ყველაზე მეტად მომეწონა მამაცი მაგრამ არც იმას არ უყურებ მამაცი მართლა ძალიან მაგრამ ეზარება ჯდომა საათობით ჯდომა და ის არ აქვს მაგათ ყურება მამაცი მართლა მე სერიალის ყურება მიყვარს როცა ინტერნეტში დაიდება სრულად სერიები და ის არის რა ქვია მე დავიწყებ მე უყურებ ხოლმე ხანდახან ტელევიზიით რომ თავდება მე უყურებ ინტერნეტში რა დაიაგიყო არ უყურებ და რას უყურებ შენ სერიალები არ მიყვარს როგორ არ მიყვარს სერიალები მიყვარს მაგრამ თურქულ სერიალებს ვერ შევეწყე რატომღაც ერთ შეეწყე ის იმას რა ქვია ერთ შევეწყე მარტო ჩუქურს
და ეზელის ყურება დავიწყევითო YouTube-ში იდება და ამეშალა ნერვები დავანივე თავი ეზელი რომ იღა მაგათი ნერვები მე არ მაქვს თურქების ინდურ სერიალებს აღარ უყურებ იმიტომ რომ ზღაპრული სერიალები გახადეს ის არა ქვია ძალიან დრამებია და არ უყურებ ნერვები მეშლება აი მე იცი როგორ არის ვინც მომეწონება რომელი პერსონაჟიც ხო და რომლის მხარეზეც ყველაზე მეტად ვარ მაინდა-მაინც მოგტება ხოლმე ძალიან დრამები იმას აქნეს რა ქვია ერთი გველს უყურებდი და მე-7 სეზონს ველოდები და როდის გამოდის ვერ ხვდები არა და გამოდის და იცი რა არის თურქული სერიალები სხვათა შორის ამ ბოლო დროს გაწელილია და გაწელილი სერიალების ნერვები მე არა მაქვს არა უბრალოდ ნამეტანია 4 სეზონი 5 ნამეტანია წინა სეზონები გავიწყდება რა ხდება რა მართლა მე იცი როგორ არის იმას იზავენ დაიწყებენ ხო დამთავრებენ ერთ სეზონს მე ჩასვავენ რაღაცა სერიალს მიგაჩვევენ ახალი იმებს რა ქვია ახალ პერსონაჟებს მე ის დამთავრდება მე ის გამოდის იმის მეორე სეზონიო ისაო რა ქვია მე ის დამთავრდება ეხლა თავიდან იმ პერსონაჟებს კიდე მიეჩვიე და გავიწყდება სხვათა შორის გავიწყდება იცი 1-2 წელი გავა აი შაშანი ისა ხო და გავიწყდება მაინც თავისებურად რა მოხდა როგორ მოხდა აი ის მაგალითად ეხლა 9 საათის სერიალი დაიწყო ხო შუაზე შეწვით ეს და ეხლა ისევ გავშვით და შვეს ისა დასწრილი სერიები ო მე რა ვიცი რა მე ეს პერსონაჟები ემატება ზოგი ის ემატება ახალი პერსონაჟები გამოდის სხვა სეზონებში ზოგი ის ემატება ზოგი ეს ემატება და უკვე გეროები ზოგს კიდე იგივე პერსონაჟია მაგრამ ცვლიან ხო ათასნაირი ის რა ხდება რა ქვია მდგომარეობა ალიაკოთი და ელემენტარული სიტყვაზე რა ვიცი მე ბავშვობაში კიდე ყველა სერიალებს ველაპარაკობდით ხოლმე მე რა ვიცი ისინი რომ გადიოდა ლათინური სერიალები აი მაგათ უყურებ ხოლმე ძირითადად არ ვიცი რატო შინაარსით უფრო მოწონს სხვათა შორის შინაარსი არ არის იგიც გასუნელებულია იგიც არ იყო სერიალია რა ყველა სერიალი ისინი ჯობია შინაარსით თურქებს ხარისხიანი მაინც არის დედა ხარისხი ვერ ისწავლეთ თურქებმა სერიალების გადაღება უხარისხო და უნაირო სერიალები თუ საქმე არა ჩვენ სახლში სხვა მდგომარეობა არ არის სულ სერიალებია ჩართული იმიტომ რომ უყვარს და ჩემს და იმას ერთი დამთავრდება მეორე უყვარს მესამე დამთავრდება არ მეყვარს აი არ მინდა რა აღარ მინდა ამდენი სერიალი მამაცი კაია მაგრამ დანარჩენი შეიძლება სერიალს უყურო ერთ ორს ჯანდაბას მაგრამ ყველას როგორც ბებია ჩემი შვილი რა დაიწყო ყველაფერს უყურა სხვისი შვილი აი სიყვარულის ქარი მაგალითად ეს სუნთლად უაზრობა არც ეგ არ არის სხვათა შორის საყურებელი რაც ეხლა გადის ხო არც ეს აღარ არის საყურებელი უაზრო ხდება იგეც თავიდან უფრო აზრიანი იყო ეს ზილდიზი 905-ში დაუბრუნდა იკაც უნდა არ უნდა თვითონაც აიცი ხო მართალია მაგრამ დაშორდება დაუბრუნდება ვერ არის თავის მატურზე თვითონ ვერ გაუგიევინ უნდა ხო და ის არის რა ქვია ის მამაციც просто აი სროლები და ისინია და ცოტა რაღაცნაირად ის მიგიზიდავენ თორე აღარც ის მამაც შინაარსი აქვს სხვათა შორის აღარც ის იქნება ცოტა ხანში აირევიან მანდ ცოტა ხანში მანდაც აირევიან კი არც ეგ და მეგრებით შევიან გონი მაგ სერიალში ვინც ახალგაზრდა ყოლაფდება ის არის რა ქვია და აი სიყვარულის ქარი აი მე მაგის ნებია დებილობა ღმერთო
ეგეთი დებილობა არ მიყურები არასოდეს. უაზრობა. ეგეთი დებილობა მეორე არ მინდა. არ ვიცი, ხალხო შეიძლება თქვენ მოგწონთ ჩემო თბილებო და ტკბილებო, მაგრამ აი უაზრობა რა, ვერ გაუგიათ რა ხდება. ერთ სიტყვაზე აყვინტილდებიან, ერთ სიტყვაზე გაყვინტილდებიან, ერთ სიტყვაზე იმას ის ზეინები ხო, იგოგო ზეინებიო თუ რა ქვია, ზეინებიო თუ ზეინებიო თუ რა ქვია. რა უნდა თვითონაც არის. ხო რა, დაღალა მართლა. თვითონ არის ის რა უნდა. ანის კიდე დილას რო გადის, ვეღარ გაირკვა, ვეღარა და ვეღარ გაირკვა. ვინ არის იმის მკვლელი და ვინ არის ისა რა ქვია დამნაშავე. ამ უბედურ გოგოს აყვინტილებს ყველა. ზოგი იქით აგდებს. ხო. სემა ჩამოვადაბლა ის გოგო და სემა ჩამოვარდება აქ რა გინდაო, ის გოგო იქალი კიდე, ბებერი ქალი კიდე, იმას აშვება რა ქვია, მკვლელო, ქარანი კიდე ხან თან უნდა და თან არც უნდა, ვერ ხვდები. ვერ გაიგებ. ხო, ისემა იპუტავს ყველაფერს იქარანი უნდა. ისემა ყველაფერს იგებს. აი ჯერ სიტყვაზე ვიღოთ უყურებთ ხო? მაგ სერიალს უყურებ ხო? აი ჯერ ეგ მე არ ამწავს, მართლა ის ბიჭი კარგად შვება, იმიტომ რომ ძალი ცოლად არ აღიარებს, მაგან უთხრა ქარანმა რომ მე ცოლად არ მიგიღებ არასოდეს რძალი იქნები ჩემი ხო. ბოლომდეო და. ხო. ხო და. აი წარმოგიდგენია, ხო, ელემენტარული სიტყვაზე ვიყოთ ხო? აი რატომღა ეტენება, ეუნება რომ არ უნდებს ადამიანს, აი ხალხო, აი ადამიანს როც არ უნდებ ხარ, ხო? რატომ შევეტენო იმ ადამიანს? ეხლა ის არის რა ქვია, როგორ ვერ ეტენება, რომ აშკარად ეტყობა ქარანს, რომ ზედაც არ უნდა რომ შეხედო. ხო, აშკარად უნდა რომ ჩაკიდოს. ადამიანს ეტყობა, რომ არ უნდიხარ და რაღაც ეტენები, ხო? შემეტენე გამეტენე რა უბედურება იცია. ხო და იმ გოგოს კლავს, ვინც უნდა იმას დიდი სიამოვნებით უყურებს. ხო ბრაზდებოდა ქარანი ვითომ არ უნდოდა. როგორ არ უნდა? რა ქვია, სეირანიო თუ რა ქვია? რა სეირანი კაცო? რა ქვია იბოშუნას? ისა რა ქვია, ჯეილანი. ხო, ჯეილანი ვითომ არ უნდა. მაგრამ სინამდვილეში უნდა. ის მოსამსახური პატარა გოგო როგორ ხარია? ხო, როგორ ხარია ხოლმე. ხო და ის სემარას უშურება, ის დაამპალიკა. მაგას მოხდება მაქსემას და იცადოს. მე როდის მოვა იქ დრო რომ აი მაგას ველოდები მე. აი მაგ სემას გამწარებას ველოდები. გაწეწყვან და გაგლიჯო. როდის აი ეგეთი ადამიანები გამწარებას კი არა, მეც იმსახურებენ. მეც იმსახურებენ აი ეგეთები. ჯერ ეგ ტრადიცია რა უბედურებაა, ძმა რომ მოუგიკვდება, რძალი სოლად რო უნდა ვიყვანო. რა უბედურების ტრადიცია რა არის? ჩვენი ოჯახის ტრადიცია არის. ჩვენი ოჯახის ტრადიცია იქალი რო იძახს. ჩვენი ოჯახის ტრადიციაო. ალბათ ყველასთან არ არის, მაგრამ არის იქნება ალბათ. ოჯახის ტრადიცია არისო. ესე იგი ყველა ოჯახში არის ტრადიცია. და ეგ არის ეხლა შეიძლება აღარ არის გიორგი. ხო. არ არის, მაგრამ ადრე ხო იყო. მაგრამ შემორჩენილი იქნება რა თქმა უნდა. ხო, აი რაღაცა აი საქართველოში არა გვაქვს უაზრო ტრადიციები. აი შორეული მასში რა ქვია, სოფლებში აი რომელიც უფრო ციგნები იქნება, მაგრამ ჯერ ერთი მაზლი. როგორ უნდა შეიყვარო მაზლი. ჯერ ისედაც უყვარდა ქარანი მაგ იმას. ხო, მაგის ქმარიც იმიტომ მოკლა. ხო, მაგის გულთვისაც წაყვა. ხო, ქმარიც იმიტომ მოკლა. ხო. თუ ის უნდა ეთქვა ქარანისთვის, რომ უყვარხარ სემასო და უნდა ერქვა თქვათ ამათ, რომ შვილი მყავს. ამას აღარ მიიღებდნენ, მე ამას ხო არ ეყოლა. ხო, ამას არ ეყოლა. ხო. მეორე ცოლი იმიტომ ქვია სერიალს. მეორე ცოლად არ დაისვა. აი მოიყვანა ჯეილანი. მეორე ცოლი ქვია? ხო. აბა ქარანი რატოს ეძახია? რა ქარანი კაცო? ქარანი მეთქი ისაა. კაბადუკი. მე ყველა სერიალს შეცვლილი აქვს ტელევიზორში რო გამოდის. მამაცაც კი არა ქვია მამაცი. აბა რა ქვია? უსაზღრო სიყვარული.
არც ის არ არის სიყვარულის ქარი არ არის ის სიყვარულის ქარი აბა ის არის რა ქვია ქარიანი გორაკია ვენდეტასაც არ ერქვა ვენდეტა აბა მაგას სისხლიანი ყვავილები ქვია სხვისი შვილიც არ იყო სხვისი შვილი აბა მე მკვიდრია ეგა ქვეყანა სერიალები გადის და ვეღარ მიმახსოვრე მგონია ვინ არის და ვისი სახელი რა არის ერთადერთი იმას ვერ შეუცვალეს სახელი სილა რო გადიოდა სილა ქვია ისე და ორიგინალში სილა ქვია იქ კაი კინო ეგ მართლა მაგარი კინო მარდინში იყო გადაღებული ეგ ბურანი და სილა კაი კინო ბურანიც კაი კაცი კაცი ეგ ძველი სერიალები ჯობია აი ახალ სერიალებს ვაიმე რა სისულელეები არის ზოგი ღმერთო ასეთი სისულელე ხო მეორე არ მინახავს რა ვიცი მე ის მამაცი თუ გასუნელეს არა მამაცი მაგარია ვაიმე რეებს აკეთებს როგორ თავს აგლეჭს ხალხს ივიჭი რა არის თავზე ხელახებულია თუ რა არის ის მართალ შეუნება მოკლავენ ერთი დღე შენ მოკლავენო ის ვიღაცა კომისარი ეუბნება მართლა ბიჭებს იყუდილებენ ერთი დღე მაგას რა ეს რას მოკლავენ რამდენჯერ მოვიდნენ მოსაკლავად ტყიაშია ჯენს რამდენჯერ მოსაკლავად მოვიდეს და დაიჭერს კაცს და ყველას ესვრის მე რა ვიცი ერთის როლი მე მგონი ყველას იმას არშვება რა ქვია კლავს მე რეიცი რა არის განაახესვრის და პიტა შუბში პიტა შუბში ტყიაში აჯენსო პიტა პირ განა გულში ესვრის ან ბეჭან ფეხში რაღაცას განა მაგდესვრის არა პიდაბი შუბში შუაში აი ამ ადგილას წერტილში ხან დაუსავს ხოლმე ხალივით ხანიკით და ხანაკით ო თარა მაგარია თვითონ ბიჭიც კარგია მოდის ჯეილა მე იმ ზეინებს რა მაგრა კიდე რაზი წამოვიდა იმის გამერკა ისა ჰალილი იბრაჰიმისგან ხო რაზი წამოვიდა შვილი აღარ მეყოლებაო და მე ეს სხვას რაღაც მიყვება სულად იმასთან არ უნდა შვილი რა ვიცი ისე მოდაშია ხალხო ორჯერ გათხოვდა და მაგას რა მნიშვნელობა აქვს იმასთან არ ეყოლება შვილი თუ იმასთან მაგას რა მნიშვნელობა ჟინაზე მეყვება ჰა ჟინაზე მაგრამ იმის გოგო ესვრის ჯინაზე კი არ მიყვება იცი რატომ მიყვება მე მგონი ჰალი იბრაჰიმი და ეგ რაღაცას იმას იზამენ რა ქვია შეიკვრებიან ერთად და შეთქმულებას მოუწყობენ იქაც იბიჭ ვისა იმას ვისაც მიყვება და მე ის გოგო რომ უცელში ვიღაც გოგო ესვრის ხო ჰალი იბრაჰიმის ის გოგო ვიღაცა მაინც ბოლო მაინც ისე ასიე ხო არ არის ასიე მე მგონი არ არის მკვდარი ასიე ბებერკალი არ არის ასიე არა ახალგაზრდა გოგო გონი ჰალილის რომ იყავს ცოლად ის გოგოა მე მგონი მე მგონი შეუყვარდება მაგასაც ეგ ჰალილი და ჰალილი იბრაჰიმ და მუცელში დაუმიზნე მუცელში ესვრის ხო მე გადაღებებიდან სურათები ხო არის სისხლიანი კრასკიანი კაბა ზის ერთი ამბავი გაუდით ქაქანელი ხო და ელემენტარული წარმოგიდგენია გადაღებასაც ეგ რო იმას ახნა გადაღების კადრი ვნახე ჰალილ იბრაჰიმი რო იმას აშვება და დასტი ზეინებ გაიგუძეო რეუნება ზეინები წამოხდება და ეს რო ტირის წამოხდება და ხარხას დაიწყეს ვაიმე ნიც ქარანი დილით რო კინო გადის თავის იმაში ეტყობა ის არა გქნა ნახი გადაღება არის რაღაცა და ისა ზეინეფი ის რა ქვია გოგოს შეყარებული ჯეილანი შიგნიერი და ის ბოშუნაი უწევს გვერდზე
ვინა? იქ პატარა? პატარა. ო. იმ ოთახში ის გრძელი ოთახი რო აქვს, ასე რომ იხება კარი. ო. და ის კარებთან გარეთან მეორე იმას მაგიდა რო უდგათ იმის. იმის საბილიარდო. ხო, რო უდგას და კარებს მიეყუდება და ეკარები შეიწევა და ეგ ბიჭი ჰალილ იბრაჰიმი კი არა რა ქვია. ქარანი ამოყირავდება. და იგოგო იგუდება სიცილით იხჩობა მალე იქიდან. ყველა იხოცებენ ამოყირავდება გადაღების დროს. ეს ბიჭი წკვდება სიცილით. ის ემას რო შეახტება ისა ჯეილანი. ის რო გაუხეთქავს. ეგ არ მიყურები, ეგ არ ვიცი. სემა შეახტება ჯეილანი, ზურგზე და გულს გაუხეთქავს. სემა? ხო. სემა იმიდან ჩამოვარდა კიდე გადაღებაზე, კიბიდან. მუხლია ნატკენი. მუხლია ნატკენი, ვიცი. ნამდვილად. ხო, მართლა, იტკინა. გადაღებაზე ჩამოვარდა, ჩავორბოდა ზევიდან და ის არის ხო, მუხლი იტკინა. დალუჯებული აქვს მუხლი. ქონდა. სინამდვილეში ქონდა დალუჯებული. შეხვეული ქონდა მუხლი. არა, გალუჯი დავინახე, დალუჯებული ქონდა. მუხლი იტკინა. მე დედა სასაცილოები არიან. იმ ქალს ნამდვილად ქარანის დედას ნამდვილად თავის თვეები არა. არა. ის კიდე ისურ გადაბრუნდა, მაშინ რო გადაბრუნდა სემა ხო იცი? მართლა გადაბრუნდა, მართლა ფეხი იტკინა. იმაში. მაშინ ხო, მაშინაც წაიცა გადაღებაზე. და მე ეს სერიალში გამოიყენ ჩასვეს მომენტი. ხონდა ელემენტარული არა, აი სერიალები ახლა მაგალითად ერთს რო არა, ზოგ შეიძლება მოსწონდეს ის სიყვარულის ქარი მაგალითად, ზოგს არ მოსწონდეს, რა ვიცი. სიყვარულის ქარი მაგრამ თავიდან უფრო აზრიანი იყო, უფრო რაღაცა იყო. თავიდან რო დაიწყო და გამოვიდა ეგ სერიალი, მე მეგონა ეს ისინი რა ქვია, ეს სახეობები კალდერის გადაატრიალებენ, თქო ისეთი სერიალი იქნება. რა სერიალი მე დებილობაა. ეგ ნამდვილად არ მომწონს რა. თავიდან ისიც ეგრე მეგონა მე რა ქვია. ვინა? ვენდეტა. ხო. მე მეგონა ეს გოგო რო გამოვიდა ის ვენდეტაში რო გამოდიოდა. რა ეკო დამავიწყდა სახელი. ხო, რა ვიცი. იმ ბიჭის სახელი მახსოვს? ბარანის სოლი რო იყო. ხო, ბარანის. ხო, რა ვიცი მე ვინა. ხო, რა ეკო დამავიწყდა რა ვიცი. ხო, მე მეგონა ძლიერ მაგარი გოგო იქნება, რა მაგარი დებილი იყო ის. შტერი. დადება იქ თავი ქარს გეგონა ვერ მიუხსნაცებდა. ისე ამ თურქი მსახიობების ყველაზე 98% ყველა მღერის გონი. ეს ბარანი ხო მომღერადია. ის იმაში რო გამოდის, რა ქვია, მამაცი რო გამოდის ულვაშიანი კაცი როა, ბიჭი როა. იმ ზეინეფის ძმა. ისიც მომღერადია. მოდა. ხო. ისა კიდე ვინა? იამანიც ხო მომღერალია. იამანიც მომღერალი იყო ისაც ქარიან გორაკები რო არის, ისიც მომღერალია ის ბიჭი. ღერის? არ მღერის. კი, კონცერტი ქონდა უმურე, მომღერალია. ეგეც მომღერალი ყოფილა, რა ამბავი ყველა მღერის. ენდერიც ხო მომღერალი. ენდერიც მომღერალია. ხო. რა არის ეს თურქები ძალიან ამეტანი ვოკალისტი ხალხია და რა ხდება? ჰა? კიდე ვიღაცა. ქარანი არ მღერის. რა ვიცი შეიძლება ეგეთი მღერის რას გაიგებ. ხოიცი ყველამ პირი გააღონ საქართველოში. მღერის არ მღერის მაინც. რიმტარირო, ყველა იგრე რიმტარირო დამტარირო სამაის. დარირარირარო თიწყებენ და მერე მღერიან და მღერიან. ორი სიტყვა რო თქვა ხალხო. და ჩაწერო, უკვე ის ჰიტი გამოდის. ორი სიტყვა რო ჩაწერო, უკვე ჰიტია. ისი უნდა ვცადო ჩაწერო რაღაცა. ის იქნება გაჰიტდა ეს. მითან უღა იქნებ გავცივდი, შემცივდა არიკა. საერთოდ შემცივდა იქნებ ბოშასავით არიკა. ეგ აღარ არის მოდაში სხვათა შორის, ის არის მოდაში რა ქვია. აჰა, ვინდელია. ხელის ვინდელატორი. ეს დასისუნელი ახლა იგი მართლები ეგეთ.
ჩართა და იმას იზარობ, მიინიავებ. ეგ არ გშველის და ის გიშველის რაღაცა ერთი ბეწო თავი აქვს. ის ნიო, ის ხელი არ გეღლება, გიორგი. ეს უნდა აქნივას. ის კისერისაც ყოა, კისერზე დასადები და კისერი გრილად აქვს. რო კისერზე დასადები. კისერზე დაიდებ ასეთი რაღაცა ყურსას მეზარავს. და ჩამოიდებ კისერზე და ჰაერს უშვებს და სახე და კისერი გრილად აქვს. მარა, აი, კაი. ცოტა ხანში ან ტელეფონს გადავაგდებ. შეზე. გასწორდი ნუ ხრევი. არა ხრება კაცო. ხო და იგერია ჩვენი საქმე. რას ვიზავთ, ხალხო? ჰა? განვიხილეთ სერიალები. ზოგი მოგწონს, ზოგი არ მოგწონს. ახლა ზოგადად მახლა სიყვარულის ქარი ნამდვილად აი სისულელია რა. ეგეთი სისულელი კინო არ დაწყებულას ერთად. ვერ გაიგებ რა ხდება. იბიჭი არ უფრო უკეთესიც შეიძლებოდა. კი. მე თუ მკითხავ ერთი და იგივე შინაარსია. შინაარსი კი. ისი რა არის, მაგ ვენდეტას დამა. აი ვენდეტა და ეგა. ეგ სიყვარულის ქარი. ერთი იმის გადაღებული ხო არის, ერთი კომპანიის. შინაარსი იგივე აქვს, შურის ძიება იყო იქაც. აქაც შურის ძიება. აქაც შეუყვარდა ამას. და იმასაც შეუყვარდა. ზოგადად აი ჯერ აი მეც ეგ უნდა მეთქვა. ჯერ შურის ძიება, ჯერ ძურთ ის ადამიანი და აი და მე უყვარდება. ეგ არის სისულელი. ემის ოჯახმა დააშავო, მაგალითად, საერთოდ დამნაშავეები არც არიან ხო და ის არის რა ქვია. მე უყვარდებათ ერთმანეთი. და იმას ეფიცებიან რა ქვია, სიყვარულთან ზედამ მთვარე ამოსდით. ეგ რა უბედურება, ჯერ ათრიე კალი, ათრე იმას აშვებ ურტყა უბეგვა და მე გიყვარდება. მე შეგიყვარდება. ისიც მაგალითად რა ქვია. სხვისი შვილიც ეგრე არ დაიწყო, ხან ძაღლი მიუგზია იგოგოს და ხან ისაგილე. ხო. ხანსა ჯაკეტა. ძაღს რას უშვებოდა კალო ძაღლი როგორ ძაღლები რომ მიუგზია, დიდი დობერმანები რომ მიუგზია. ერთი ცალი იყო. ერთი არ იყო, ორი იყო. არა ერთი დობერმანი იყო და დობერმანი რომ მიუგზია. ჩაკეტა სადღაც დობერმანი არ შეუშვა. აბა ეგ რა არის, აქციელია. მე შეუყვარდა. მე კი მოკლეს და წავიდა სერიალიდან. დაიღალა ეგეც მაგათი იმებით რა ქვია. მაგრამ სხვა სერიალში წავიდა. სერიალში წავიდა ხოლმე რომ დაიწყო. ო. ის 100-იც იმიტომ მოკლეს, მან 900-ზე რო გადიოდა. ის დაიწყებოდა. ხო, იმაშიც გამოდიოდა. მაგ სერიალის გულისთვის წამოვიდა მანდედა. მომაცში რო გამოდის. ო. ვიმე რა დეგენერატი ქალია. რა გრახა ქალია ღმერთი. მე იმის შვილი რა დამპალი გამოჩნდა. მე ყველა სერიალში გაიგეთი გლახა. ძმა მოკლა ქალო და ვითომ არაფერი ძმა მომიკვდა და ასე და ისე. ძმა მომიკვდა. ძმა მოგიკვდა კი არა შემოკალი. იქ რო ყუბილიყავი ვეთყოდი ყველას რომ ამან მოკლა ამათკო. თან გევიძახი შენ მოკალი შეუხერდო შენ კონეცი ხარ გაიგეთ რა მეტი. კიდე აი იცი რა არის კიდე როგორ ნერვები მეშლება. აი სიმართლესთან მიდიან და ვერც მიდიან რა აი ესე რაღაცა მაწყვეტავს ეგ ნერვებს რა. ახლა დილით 9 საათზე რო გადის იძიებენ რაღაცას. დილით რო სერიალი გადის. ხო. იძიებს და ვერც იძიებს. დილით 9 საათზე იწყება დილით 9 საათზე. ხო. ისა იძიებს ვერც იძიებს წესიერად. ხანი ის გოგო ხარას მოიხლავ მართლა დაუხირავები ეგ. მაგრამ მოხლავდა ხო? ხო. რა ეს უხედი. თუ იძიებ ბარემ გამოიძიე დროით რა. რაღაც დაძდევი ვიღაცას სევას, დაანები თავი, მიას იკუდვილოს და დაანებოს თავი. ეკალიც კარანის დედაც ხო ჩემო გოგო და ჩემო ლამაზო და ჩემო ისევ და ისევ და მე დანით კი დაადგება. შვილი კი მოუყლა. მე დამაწყვეტე ახლა მე იცი როგორ ვერ ვიტანა ისე სიმართლესთან მიდიან და ვეც მიდიან რა. ვითომ კარანი იმას აშვება იძიებს და ვერც იძიებს.
კიდე ის პოლიციელი რო არის ქარანში რო გამოდის ის იძიებდა ოქროს მერე იგოგო შეუყვარდა აიმე ვერც გამოიძია და არც გამორჩა ვერც გამოიძია მე ეს ბიჭოლამიც ჩამოვიდა და ის მოიმიცეს რა ქვია კიბო მაკო ისე მაგას ხო ვერ გაუგია კიდე იმან ისინი კიდე ის ორი ერთნაირი კიდე გიშდასდებენ აიმე გამოწვეული ის არ არის გიჟი იგონებს ო გიჟი ხო იყო რა ნიშნულობა ის ვიცი რომ იგონებს მე მგონი ის არის ის სადღა დამარხა თვითონაც არის სადამარხა არ ახსოვს სადამარხა აღარ ახსოვს დარჩა მგონი ის ოქროები დამარული ხო არ წავიდე უნდა წავიდე მოვიტანო ოქრო წავალ მე მოვიტან მივაგნე წავიდეთ კიო ხო თვითონაც არის ის სადამარხა რა ბასანა ვიღაცა მოიღებ ჩვენ ამოვიღოთ სტამბოლის ტყეში წავიდეთ რა სტამბოლის ტყეში ვიბოდიალოთ ვიბოდიალოთ და ვიპოვით რაღაცას იმითი რა და თხაროთ არქეოლოგიური გათხრები თან ვიდეოთი ხო არქეოლოგიური გათხრები ცოტას თქვენს მოგცემ თითო რაღაცას თითო მონეტას მაგრამ რამდენიმეს მიცოთ ბევრი არ არის ერთი პატარა კისაა და კისაში კი არა ოქროულობა ისინია სამკაულები და ისინიც არის აქვია მონეტები არა ცოტას მაინც გავიმეტეთ კაცო შემთხვევით შოკოლადის მონეტები ხوارჩად ოქროს მაგივათი რაღაცა გლაღადივას აშვება თვითონაც აღარ იცი სად დავარხა თორე ეგ რაღაც შეცვალეს იმას უფრო უხდებოდა ეგრული უფრო კარგად ასრულებდა რა მაგას სიგიჟე არ გამოდის ეგ სერიალში გიჟი იყო არც იქ არ გამოდიოდა სასაცილო რაღაცებს ვაკეთებდა ბიხები გავინია 4 ხნო მე კი ამასობაში გავცივდი და გაცივდა გამიცივდა ბეჭები გაგილიგდა მიგრია რა ვიცი დღესდღეობით ძალიან აქტუალური თემა სერიალები არაფრის მომცემი მე თუ მკითხავ ეს გოგონებს აი ბიბიში სულ კაპუნია პინგ პინგ ო ეგრეა ჩვენი საქმე ხო და ელემენტარული სიტყვაზე ცხოვრებაშიც ხდება ესე უთოვლობა არ ხდება ხო ხდება ცხოვრებაში ბევრი გიჟია სამას რო ვითხრა არა მარტო სერიალში ისე ის არის რა ქვია ის ბიჭოლა მისი რო ერევა იმ ფერითის ბიჭოლა ხო ცხოვრებაში არ ერევიან ქურდიო მაგრამ უყვარ მოიპარა მამამისმა მოიპარა ისე რაზე მოიპარა იმანაც აბა იმას თვითონ მოკდა გონი გაქრა და შვილებს დაუტოვა ტვირთი ციხეში ხო მე შვილებს ტვირთი დაუტოვა ხო შვილებს იმას ხნა ქვია ხო უღარა და ქართავის სუნელი ის მეორე თავი ნაირია რა ქვია იმას ცაცარა სახელები მომწყდება მაგარი შავია შეკავო ინსტაგრამზე ვიპოვე გოგო ისეთი შავია რო რა ვიცი ინსტაგრამზე მეორე სარა ისტია რა ჯეილანი არის პოვე ეგეც ვიპოვე ქარანიც ვიპოვე ქარანისაც აქვს სურათებიც აქვს კი რა ქვია ქარანის ნამდვილი ისიც ვიპოვე სემაც ვიპოვე სემა ქარანის დედა ისა სემა კარგი გოგოა არა იცული გოგო კარგი გოგო და არა იცული ისიც ვიპოვე გლაღავიჭი
ჯეილანი. ჯეილანი დიდი ვერაფერი მოწყვეტილი გოგო ვერ არის. სერიალში უკეთესია. იმაში გამოდიოდა ეგ რა ქვია. ის დილით გადიოდა ამის წინ. ამის წინ გადიოდა სერიალი, იმაში გამოდიოდა ეგ. ჯეილანი. რაში გამოდიოდა? ჰა? რაში გამოდიოდა? დაზღვევა თუ რაღაცა იყო სერიალს, რა ვიცი აღარ მახსოვს. დაზღვევა თუ რაღაცა რა ვიცი. მოყურებია და რა შეესა. ფედაკარ ქვია თურქულად. რა ქვია? ფედაკარ. ფედაკარი ქვია? ფედაკარ. ო, თურქულად ეგრე ქვია. და რა იქვა აქ და არ ვიცი დამავიწყდა აღარ მახსოვს. კინო? ჰა? თვითონ ჯეილანს რა ქვია სინამდვილეში? ჯეილანს არ ვიცი. რაღაც სახელი, რაღაცა ქვია არ ვიცი, ვიტავი მახსოვს. ქარანს? არც მაგა ქარანს ოზანი ქვია მეგონი თუ რა. იმას სემას. ოზან ჯანი უფრო რაღაცა. სემას. სემას რაღაცა უცნაური სახელი აქვს დედა. არ ვიცი. ის წაბედი თოროარი. თუნე წაბედი. ბიჭი. ჰა? კლახა ბიჭი როარი. იმას ჯანი. ჯანი. მაგრამ სამაგიეროდ იმის ჰალილ იბრაჰიმის სახელი ვიცი. ჰალილ იბრაჰიმის დენის ჯან აქტაში. დენი ჯანი. იმიტომ რომ ჰალილ იბრაჰიმი იმაში გამოდის. სიყვარული აგატირებს, მაგას მე უყურებდი. მაგაში გამოდიოდა. გამოდის. იგივე იყო. კი. იქად ბოი ქონდა თუ არა? ის რომანტიკული სერიალი. მაგას უხდება ესეთი რაღაცა კრიმინალური. სიყვარული აგატირებს. ეს არის კრიმინალური სერიალები უხდება. იმეორე არ ნახე, ულაშემიანი რო არის ჯან იმაში, იამანში, იემანია თუ იმაში, მამაცში. ის იმაზლი, ისა, ცოლის ძმა, არ ნახე. ისე მაგ კინოში სულ ბებრების ბრალი მან არის. დაკრულია გულაში. ბებრების რა ქვია? ბებრები არიანო მაგ სერიალში ყველაფრის თავი და თავი. მაგათ იმას ქნეს აურდაურიეს და ის ერთი ბებერი კაცი რომ მოვიდა ის თლაუარი. ახალგაზრდებს ხო, ახალგაზრდებს აურიეს, შვილები ჩაითრიეს, თავის რაღაცა ნაგავ იმაში რა ქვია, საქმეში. და ეს ბიჭები გადაუდგნენ, სიკეთე უნდათ გააკეთონ და ხო. ხოცავენ და ჟლი იმან სწორად რა თქვა ზეინეფის ძმა, ულვაშევიანმა. ის არის რა ქვია, 50-ად თუ რაღაცამდენად გავიხლიჭო თქვენი გულისთვის. მართალია. იდედაც ნორმალური არ ყავს. აბა ის ქალია, შვილიზნელი მოუყოლა, შვილი დაუჭრა კიდე. და იმას აშვება რა ქვია. იმას მიუვარდებოდი და იმას ვიზამდი რა ქვია, განხეთქავდი ცემაში კაცს. ახლა შენი შვილი რომ ვიღაცა მაგერ დაიჭეროს, გინდა ძმა იყოს და გინდა მამდა იყოს და გინდა ბიძია იყოს. ხო უნდა გავაგზავნიდი თავის შვილებთან. მაგასაც მოუწევს მე ვიცი სექცია. ჰალი იბრაჰიმი მაგასაც თავს წააწყვეტავს. მოასხიპავს. ანტყია ხიზილბაშივით. ანტყიას დააჭერებს. ანტყია სულში. ხალი აქ. ხალივით და იმას იზავს. აქვია. დააბეჭდავს. დაუბეჭდავს. და რო არის ჭერენ ამდე ყველა ხალხს ახოცა. შეიყვანენ ვითომ იმაში გამოვიყვანენ მე. იკაცი პოლიციელი რო იმებიდან ყრის ხალხს რა ქვია პანჯრებიდან. ვერ არის მათ. ვერ არის მათურს ეგრანაი პოლიციელები გავგი პანჯრებიდან ყრის ხალხს ხოცა და პოლიციელია. მე რო გადახედავს ხოლმე ასე აია. იმაზე ასფალტზე დავარდნი. თან ისეთი ფორმით ასე ფორმით. გასწრო გადააგდო ულოშებიანი. ჰა? ულოშებიანი თუ გადააგდო ბებერი კაცი. ბებერი კაცი ხო, ის გადარჩა მერე. გადარჩა ხო გადაიქნია, გაიქნება პანჯრიდან. მე რა ვიცი ეს რანაი კაცია, რანაი პოლიციელია.
ეგ ხალხის ყოლელების დაჭერაში არა, მაგრამ ხალხის გაქნევაში მაგარია. მე გააღებ პანჯერას და გააღებ პანჯერას და მიდავიან. გაიქნეს ხალხს. ზოგ ფეხები მოავტრია და ზოგ უმისამართო, ზოგი კიდე მოვკვდებოდა აბა. დაინერცხება ძირს. თან ზურგზე არა, ესე არ აგდებს ზურგიდან, ზურგის მხრიდან, ზურგზე დაესეს. აი ეს შეშვებიან. და ასე დავით. შუბლით მიდა. ხო. როგორ ჩემია? ასე არია ხო. მე ერთი ფეხით მოკეცინია. მაგ მდგომარეობაში რჩევია. მე ერთ კაცი რო გადააგდო და კასტი ფეხი აუწია მოტეხილი. ვაი. ო, ფეხი მოტეხილი. ეგეც ხომ მაგან გადააგდო. ო. მაგარი გამოძიების ისაა, რა ტონი. კი. და სასტრაფოს რო იძახე. სასტრაფოს თვითონ იძახეს მერე. გამოიძახეთ სასტრაფო ეუნევა. ო. ой მე. ყოლელი რო სასტრაფოს გამოიძახებს. ასეთი აღარაფერი. ასეთი აღარაფერი. ეგეთი გამოძიება მე არ მინახავს, რა ვიცი. ყველა სერიალი მინახავს, სერიალიც, ფილმიც, მაგრამ ეგეთი არავინ მინახავს. ეგ რანაირი პოლიციელია. ეგ რაღაცა ახალი პოლიციელი, ახალი მოდა ალბათ. თურქეთში ახალი მოდაა პოლიციელების ის არის, რა ქვია, ფანჯრებიდან გაქნევა ხალხის. თან მე ყველა ცოცხალი გადარჩა. რანაირად მეორე იქიდან ძირს ეხეთკებიან და რანაირად გადარჩა ცოცხალი. მე ვიცი იქიდან რომ გადავარდები ფანჯრიდან რანაირი ცოცხალი, რანაირი თუ გადარჩე. ხო გუშინ ამიდოდა თქო არ გითხარი. იაღვეველი შემოხდა. სად? აი ქვემოთ. რო. ვაიმე წინდგნი ხომ მომწეს. წიგნი მომწეს და იმაში გავიქნიე რა ქვია რა გავში. რეგისტრს. ჰა? რეგისტრს. ჭეშმარიტ მეცი ხსურთ გესაუბროთ და წიგნი მომწეს რაღაცა წაიკითხე თუ ისა რა ქვია. და წიგნი არც გადამიშლე, სათაურიც კი არ წამიკითხავს, ეგრევე ნაგავში ჩავი. იმას ავგენი გავიქნიე. გადით ახლა გამანებით თავით ორი თხლიშეთ რაღაცა თავი თქვა. სადამაგ მაგათი ნერვები მე. აქ ხო იყო ჩვენთან. ო, მიითვეს ყავაც. მე არ შემოვედი სახში, მივხვდი რომ იაღვეველები იყვნენ. ფებია ჩემა დაპატიჟა, პეჩენია გამოუტანა, ყავაც მიართვა. მე როგორ დაიწყეს რაღაცები მე. უცნაურად ლაპარაკობენ ხოლმე ის არის აქვია, რაღაცნაირ თვანაირად. აი ბიბლიის იმასაც ხო, ბიბლიაში რაც წერია, იმასაც კი შებრუნებულად გეუბნებიან. რა ვიცი რომელია მართალი ვეღარ გავიგე. ვერ გავიგე უკვე რომელია მართალი. ჩვეულებრივი ბიბლია თუ მაგათი. აიც მე კი ნაგავში გავიქნიე ის რა ქვია, წიგნი. კალები იყვნენ. ჰა? კალები. ხო. ხო, დეჩემ მიდიოდა მაგათთან. რაზე? დეჩემ ერთხელ ლილოში მუშაობდა. ხო. ბაზრობაზე დადიოდა და იქ იყვნენ იაღვეველები ხალხო. ერთ წუთით. 29-ზე ვართ. წავიდე. მოყევით და წავიდით. ხო და იაღვეველებზე იმას იყვნენ. აი რა კაი თემა წამოვიდა და
აი ყოლიეს დაუწყეს ლაპარაკი თავისებურად როგორც იციან და მოვიდა დედაჩემი და იძახის რომ მეორე დღეს შეკრება ჰქონდათ მაგათ რაღაც არის სახლია რაღაცა შესაკრები და იქ შეკრებაზე უნდა წავიდეო ისეთი აფორიაქებული მოვიდა ისეთი განათლებული ასე ისეო და მე და შემოვიდა და მამაჩემს უნება ხვალე უკრებაზე მიდო არ დაგინახო მამაჩემ წავს თუ სახში ვეღარ შემოხვალ რა კრება რის კრებაო მოშორდი მოაშორი აქედან ეგენია სედო ვიღაცა მეთაური ყავთ მაგათ აი მღდელივით მამაოსავით ვიღაცა მოეყოლებათ არავინ არ ყავთ აბა ვინ ატარებს იმ კრებას მე თვითონ ატარები რაღაც მე იცი თითა რა გავქნა ალბათ რა ვიცი მე რა ყოფილი ისი საინტერესოა რა კრებებს ატარებენ ვინმე ყოფილ ხართ მაგათ იმაში დავიწერეთ აბა საინტერესოა რაღაცა რა კრებებს ატარებენ ნუ აი ბიბლიიდან კითხულობენ ლოცულობენ ვითომ რა ვიცი მაგათ ეკლესია არ წამთ ეკლესიაში არ დადიან ვიცი სანთელი არ წამთ მე მგონი არ ვიცი ზუსტად ის ხატები არ წამთ კერპს არ ვცემენ თავს ხო ხატები თურმე კერპები ყოფილა ხოდა ეგრე რა ვიცი 50-იანელები ხო არის 50-იანელების არის იგი ხო და კიდე რაღაცები არის რო იყვნენ აი და რო პრინციპი კიდე რაღაც ის სექტა იყო ის იყო რა ქვია ფრენა შეგვიძლიოდა რამდენი გადმოხდა და გაზდა ყვაყივით ხო რამდენი გადმოხდა იმიდან ოღონდ ეგენი თეთრებში ჩაცმულები დადიოდნენ თეთრი იმებით ხო და რამდენიმე ბევრი გადმოხდა ეგრე ხალხო და ფრენა ვიცი თუ გავფრინდები თუ ჩვენი ისე წამსო რომ ფრენა ვიცი თუ რა ფრენა რამდენი გადმოხდა და გაზდა იმისავით რა ყვაყივით აბა როგორ უნდა იფიქრო კორპუსების თავზე ადიოდნენ ხალხო მაღალართულიან კორპუსების თავზე და გაფრინდები თუ რანაირად უნდა გაფრინდე მითხარი ადამიანმა ფრთები ხო არა გაქვს გაფრინდე ფრენა კი ბატონო თვითფრიავით შეიძლება გაფრინდე იქაც იყარ მაგრამ პარაშუტი იმას აქნა ხო და რანაირად უნდა გაფრინდე იქ ფრენა ვიცი თუ და რამდენი გასკდა ყვაყივით რა მე სულ ყველა ხო არ დაიხოცა შემთხვევით აღარ გამორჩენილა რამდენი ხარი რამდენი წელია მე მგონი ალბათ სულ ყველა გაფრინდა რა ვიცი სულ ყველა გაფრინდა ხალხო ისე მართლა რა სულელი აბა ფრენა რანაირად უნდა გაფრინდე ფრენა ვიცი თუ ხეთო ჩემო რა უნდა ვიდე იმაზე სახურავზე იქნება გავფრინდე ბებია ჩემსაც დააჯერეს რაჭაში დააჯერეს შენი შვილები გაცოცხლებიან და სახში მოვლენ ჰა ხო მაგათმა იაბოველებმა დედა რა გავქნა მართლა იძახოდა ხო ბებია ჩემი გაცოცხლებიან და სახში მოვლენო ჩემი შვილები გაცოცხლებიან იძახოდა უი დედაია მართლა ეგრე არის საქმე ეგეთი დაწესრილები არიან უკვე ეგრე არ საქმე რომ მკვდრების გაცოცხლებაზე გადავიდნენ ისინი გაფრინდნენ ესენი მკვდრებს აცოცხლებენ და კიდე ვინმე ხო არაფერს აკეთებს ჰა ხო ყველა სახლა ყველას თავისი წმენა აქვს მაგრამ აი ხო არა რატომ არ უკარდაკარ ახლა ნემის არ იყოს რა ქვია კათამარკე დაკეთევანივით ლიფტის ფულზე რო დადიოდნენ ალბათ ჩვენ ვივლით იმაზე რა ქვია იმ გუშინ მე რო ნაყოლოდი ვივლითი კარდაკარ და კარს რო გამიყედნენ ვეტყოდი გსურთ გესაუბროთ ჭეშმარიტ ღმერთზე და დავიწყებდი ლაპარაკს ალბათ ტექსტი მექნებოდა მოცემული რაც უნდა ეს მექნა მე მაგალითად ვერ დავიმახსოვრებდი იმ რაღაცას და ვეტყოდი რაღაცას სხვას ისე ცხელა რა დროის სიარულია ხალხო სიარულის თავი არა მაქვს
ან სიტყვაში ტექსტური დავიმახსოვრდი მე მაგალითად. ვიტყოდი რაღაცა სხვა შევცვლიდი. გამოვიქნევდნენ მეორე დღეს იქიდან. წადი დაგვანები არ გვინდაო, დაბრუნდი სადაც მოხედიო. საიდანაც მოხედიო. დამიღალა ხელი ამქნევით და ისე მცხელა. მე ვაქნევ ახლა. დავით ზაღანა შეკცი დავით ამ შეიფურით. მაგრა გავშალე, ძალიან მაგრა გავშალე ხალხი. აი ახლა შენ გაფრინდი. ამა სუპერმენ. აი მაშინ სულისა მოგდაყრელი უფლისგან. ისაკის რო შეხედა მე მგონია იქაც ვიღაცა ისა თქვა. მე ვერ ვაქნევ რა არის ესა. დამიშალედა. ახალი მარა ვიყიდე და არ დაგიშლიანს დავამატებ პირიქით. ესა და ამას გადავიტან იმაზე. არა მაგ ახალი ვერ ისე ვიქნებ მართლა ის გავხადე რა ქვია, ბაკურიანი. იცი რა იქნება კარგი? ვინმე რო გინიავებდეს, მეფეებს რო უნიავებდნენ ხოლმე. ხო. კაი იქნება. მაგრამ ის ხო გიბირავს ვენტილატორი. კორეული იმებში როა ისტორიულ სერიალებში, დორავებში, ასე. რო დგას და იმპერატორს რო უქნევს და უკანევს, უნიავებს. უფრო კაია. ეგრეა ჩვენი საქმე და რაღაც. იმპერატორი ჩანხუანი მობრძანდება. ეგ ვიღა? აი ყველაზე ნაღდი სერიალები ეგენია. კორეული სერიალები, სამხრეთ კორეული. არც გაწელილი არ არის. და არც ის არ აქვია. ნამეტნავად მოხლართული. იგინი ჰაიში დაფრინავენ სამაგიერით. ჰაიში იგინი არ დაფრინავენ, ჩინელები არიან იგინი. ჩინურ ისტორიულ სერიალებშია, ზღაპრულ სერიალებში. რაღაცნაირი ნაზი ხალხი. ასეთი წარბები რო აქვს. ასეთი. და რომ იმასი ძალიან ხოლმე აქვს. გადმოხდებიან საიდანღაც და ვიფრინავენ. შემთხვევით მაგათგან ხო არ გადმოიღეს იმათმა, რომ დავფრინავთო და ფრენაკია მართლა გაფრინდნენ. ოღონდ სამუდაოდ იქიდან ვეღარ მოდიან. ესენ დაჯდებიან ხოლმე და ისინი ვეღარ ჯდებიან. ისე ფრენა მართლა როგორ უნდა გადაიღო, მაგრამ რაღაცა თუკი ექნებათ ალბათ და გადმოხდებიან საიდანღაც. ხო. ვითომ დავფრინავთ. თვალები დაიგია. უითხარე თვალები. ვაი, ხელი დავიბუშდა. დავითხარე თვალები. არა ხალხო მართლა რა არის რა. სერიოზული სიცხეა. ყველაზე მეტად დანარჩენი ტანზე არა, სახეზე მცხელა ყველაზე მეტად მე. და ფეხებზე. და ამ ადგილში, აი ამ ადგილას. ხო. კისერ სახე კისერ მიდაოში. აჰა. კისერ სახე მიდაოში. სახის და კისრის მიდაოში, კისერ სახე. რას კისერ სახე? წავიდე ხალხო ძალიან ბოდა. გლავად არის საქმე. ხალხო აი ეგრე არის ჩვენი ძალიან ბოდა რაღაცას. შემოსულა და მისულა და მოსულა. რა ვიცი, თემები დაგვიწერეთ ხალხო. შაურმა თუ ვიყიდეთ.
შაურმა კი არა ხინკლი მუკმაგია ხინკლის მუკმაგია გასაკეთებელი ხინკლუკომ ხინკლი მუკმაგი ხინკლეაი მო აი გესალება მარტო კაი ხინკლი კეთებაი რომელი ხინკლეაი კარტოფილიაი თუ ხაჭაპურიანი თუ ხაჭაპურიანი თუ ხაჭაპურიანი ხინკალი არა იგი ყველიანი თუ კარტოფილიანი ყველიანი ხინკალი არ მიყვარს კარტოფილიანი ეკი ისე შეიძლება კარტოშკის ხინკალი გააკეთო რა არის წეს ნომიტანი გავზარმაცდი რა კარტოფილი საჭმლის გაკეთება მარტო კარტოფილი კი არა კარტოფილის ხინკალი კი არა თათარ ბერაგი არ გაუკეთებია ის არ ქვია საუკუნე და 5 თვე მართლა გაუკეთე მართლა უღოდ ო კაი ვაწოლი რა იყიდო კაი მაწუნი კაი მოასხი დაიხარე ცომი მოასხი ზემოდან მაწუნი მიირთვე ზოგი ნიორსაც ასხავს მაგრამ ნიორი და მე ერთმანეთთან ვერავთ უი ერთსაათი წავედი ხალხო დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე აბა ჰედა აბახო კარგად იყავით მაგრად იყავით ხვალ შემოვართ კარგი საღამო დავით ხვალ გონი წინასწარ არ მინდა გითხრათ გონი ქალაქში მივდივართ აბა ჰედა აბახო კარგად წინასწარ ის გითხარით რომ ის არის აქვია რაჭაში მივდივართ ხო და აჰა ვერ წავედით ხო ახლა მართლა ტყუილი გამოგვივიდა გიორგი რა ხო და წინასწარ რაღაცას ვიტყვი ხალხო არა აი ზოგი მეუბნება გეგმებს შენს სამომავლო გეგმებზე გვესაუბრეო და წინასწარ რაღაცას რანაირად ვლაპარაკობ რა არის წინასწარ რაღაცას ვიტყვი არაფერი არ მართლდება ამიტომ უნდა გავჩუნდე არა ბაი აჰა კარგად დღეს ვიდეოს არ მოსგანავს როგორღაც მოვალთ